ვიდეო შევხვდა, რომ გოგო, ქართველი გოგო ჩვეულებრივად სახშია და უსმენს რუსულ მუსიკას რა. რაღაცა ცეკვას და რაღაცა და დებენ მიწაში და ამას უწერია, რა მიწაშიც არ უნდა ჩავამდოთ, თქვენი დედაც მე მაინც რასაც მინდა იმას მოусმენო რა. თავისუფლების ხარისხი ნახე რა, ტიპებს არ უნდათ ვისაც რა უნდა ის მოისმინოს. რა ეს არის თავისუფლება, ხო? რა შეგიდა მოისმინე რა. აი რა არის ამათი ისიც? აი ამ რუსოფობების ხო, ამ რუსოფობებისიც რა არის, იცი რა, აი კარგი რუსი არის მკვდარი რუსი. აი ეგ არის მაგათი ისა რა, აი საშინელი ფაშიზმი ის არის რომ ზიზღზეა ყველაფერი ზიზღზეა აგებული ყველა უნდა გძულდეს ჩიბურაშკაც არ უნდა მოგწონდეს როგორი კეთილი მუქთვინიც არ უნდა იყოს დოსტოევსკიც არ უნდა მოგწონდეს პუშკინიც საშინელი უნდა იყოს და ყველა იმიტომ რომ რუსული ყველაფერი ცუდია დღეს და ეს ზიზღი აი რა ხდება უკრაინაში რა ძეგლებს რო ამტრევენ და ციგნები რო ციგნებს რო წვავენ წმინდანების ლავრადან წმინდანების ძვლები ამოყარეს არ ნუ ამ სიტყვის გარდა სხვას ვერ ვიხმარ ღმერთმა შემინდოს იმიტომ რომ რუსი წმინდანები იყვნენ და ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ ო ეგ არის და ვერ ხვდებია რომ ფაშიზმში არიან შესულები თავით რა ზუსტად ის მახსენდება რომ ჯარისკაცის მამაში რო ეს вот немецкий мальчик убей რო ეუნება რა ეგ არის я что фашист что ли ის ხო პასუხობს ის რუსი ხო გახსოვს რა ანუ ფაშიზმს გადაგებენ რა ისე რომ არც იციან რა რუსი კარგი რუსი არის მყარი რუსი გესმის აი გადმოკატავებული უკრაინული ამ ნაცისტული ბანდერული აი ამ სიტუაცია ვერ ხვდებიან რა დღეში არიან რა ეს საწოდავები როგორ გაბოროტებული რა წავიკითხე ხო გაბოროტებული ესეთ კომენტარები ჩემს მიმართ ხო არ და რა ვთქვი არაფერი არ მithქვია თუ საახალწლო ოჯახები და ადიხართ ერთი წელი ქუჩაში და კარგი აზრის მოსმენაც არ უნდა მე ვთქვი რა რეაქცია ექნებათ თქო მაინტერესებდა და მაგიტო ვთქვი და რა როგორ ავარდნენ ეს გოიმები არა ხო პრობლემა იმაშია რომ რაღაცნაირად მტრის ხატები აქვთ შექმნილი ვინც არიან მტრები ადამიანები მათ შორის საქართველოშიც და იმათგან აი რაც არ უნდა სამაგათო თქვა რაც არ უნდა კარგი აზრი თქვა მაინც არ აინტერესებს გია ანუ მაინც აშინელი ხარ მაინც უდად იწახე და ეგ არის მეორე ხარისხოვანი ხარ რა ეგ არის ზუსტად ფაშიზმის დამახასიათებელი ამბავი რომ ჩემნაირად თუ არ ფიქრობს მეორე ხარისხოვანი ადამიანია საერთოდ რა ეგ არის რა ეს ქართველებს არასდროს არ ხონდა ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია მაგის სრულ სურათს ხედავთ დღეს